გამარჯობა, აჭარა ტაიმსი არის პირდაპირ ეთერში და თქვენ კადრში ხედავთ ბათუმს, კერძოდ სვიშევსკის ქუჩას, სადაც ხიდის რეაბილიტაციის მოტივით ეს მონაკვეთი დაიკეტა დაახლოებით მაისის თვეში, გასული წლის მაისის თვეში და მას შემდეგ უნდა დაწყებულიყო აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების დასრულება კი უნდა მომხდარიყო თებერვალში, 2026 წლის თებერვალში, თუმცა კადრში ხედავთ, აქ სამშენებლო პროცესი არც კი დაწყებულა. სწორედ ამიტომ ადგილობრივებს რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, მათ შორის შემოვლითი გზით, რის გამოც მათ უწევთ დამატებითი ფინანსების გაწევა, ასევე ძალისხმევის. აქ ადგილობრივებმა გთხოვეს მოსვლა იმისთვის, რომ მათი სათქმელი არავის აინტერესებს, მათი მოთხოვნა არის უგულვებელყოფილი და სწორედ ამიტომ პირდაპირ ეთერის მეშვეობით ისინი ახლა დააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას და ვნახოთ რა აქვთ სათქმელი. აქ ჩვენ გველოდება რამდენიმე ადგილობრივი და ცხადია, მათ შორის გამლელებსაც ვკითხავთ აზრს. მოგესალმებით, ქალბატონო. გითხარით, აბა, ხიდი თითქმის 1 წელი ხდება მაისში. ხო. რა გაწვალებული ვართ, როგორც მე მაგალითად ფეხი მაწუხებს, მასწავლებელი ვარ, მიწევს რამოდენიმე მანძილის ფეხით გავლა, როცა ავტობუსს მივყავდი ეგერ კორპუსთან თითქმის. და ბავშვებიც გაწვალებულია, იმიტომ რომ გვიწევს ორთაბათუმში წასვლა სკოლის ავტობუსებით. ამიტომ ავტობუსები ადიოდა მათ სახლებთან. ახლა ვერ ადის ავტობუსი ამ ხიდის გამო და ცოტა შეგვიბრალეთ, შეგვიწყალეთ, ვალდებულებიც ხართ, ზემდგომებო, ორგანოებო, მოგხედეთ. ეხლა მანდამაც აქციები უნდა გაიმართოს და დროშები ვაფრიალოთ და გადმოვხედეთ ცოტა ბატონო სულხან თუ გინდა. სულხანი არ ქვია? ხო და კარგად იყოს. 1 წელი სრულდება, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა. თებერვალში უნდა ჩააბარებულიყო ეს სამუშაოები პროექტისა და გეგმის მიხედვით. რაზე მიუთითებს ეს, რომ 1 წლის განმავლობაში მგებლობაზე მიუთითებს მთავრობის. ეხლა თუ მასწავლებლობის იმას მომხსნიან, დიპლომს ვერ ჩამამართვევენ. მთავრობის უპასუხისმგებლობაზე. ეს იყო ერთ-ერთი პედაგოგის სათქმელი, რომელმაც თქვა, რომ უპასუხისმგებლობის შედეგია, რაც ახლა ხდება აქ ეგრეთ წოდებული გოროდოკის დასახლებაში. თქვენ კადრში ხედავთ, თებერვალში უნდა დასრულებულიყო ხიდის რეაბილიტაცია, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არც კი დაწყებულა. მოგესალმებით, ქალბატონო, შეგიძლიათ გითხრათ თქვენი სათქმელი? კეთილი, სხვებსაც ვკითხოთ, ვნახოთ კიდევ ერთი ბატონი მოდის აქ ამ ხიდზე. მოგესალმებით, ბატონო. თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ ხიდთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რომელიც დაკეტილია თითქმის 1 წელია? და უნდა აღსდგეს მეტი რა საფიქრალი. ფეხით დადიხართ, ხო? მოგესალმებით, ბატონო. შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ? მოგესალმებით, ქალბატონო. გითხარით თქვენს რას ფიქრობთ, 1 წელია ფეხით ცუდი სიტუაცია გვაქვს ხიდთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეორე ხიდიც, იგიც უკვე დაზიანებულია, თქვენც რო გადახვიდეთ ეხლა და ნახოთ, როგორი გაფუჭებულია, ამორტიზირებულია, ხო? ანუ იმიტომ რომ დადიან როგორც დიდი სატვირთო მანქანები, ასევე პატარები, რაც ნახევარს აქედან უნაევლო, იგიც, ანუ იქიდან დადის. და რა ვიცი, რომელშიც გულისხმობთ ბარცხანის დასახლებიდან რაც არის. აი, აგერ ეხდა თვალიერება, რომ ბაღთან არსებული ხიდი. გვაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ისიც. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, როგორი ამორტიზირებულია. რა ვიცი, სამუშაოები აქ რატომ არ დაიწყოთ? ვინმე მოვიდა, ტექნიკა მუშაობდა, როდეს ტექნიკა უბრალოდ დააყენენ, ვითომ რომ უნდა დაეწყოთ, მე წაიყვანეს რამოდენიმე ხნის შემდეგ. ანუ რომ ალბათ ვინმეს არაფერი არ ეთქვან, გავჩერებულიყავით. მეტი გასაგებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის აქ ადგილობრივების სათქმელი. თქვენ კადრში ხედავთ გადაკეტილ ხიდს. აქ უნდა დაწყებულიყო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. აქ ხედავთ შორი ახლოს 2 მძიმე ტექნიკა არის, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ ამ ტექნიკას არ დაუწყია სამშენებლო პროცესი და მდგომარეობა ახლა
გოროდოკის დასახლებაში, კერძოდ სვიშევსკის ქუჩაზე არის ასეთი ხიდის მოსადგომთან არის ბეტონის ფილები დაალაგებული და აქ გადაადგილება ფაქტობრივად ადამიანებს არ შეუძლიათ. თავის დროზე ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო იმ მოტივით, რომ იყო ეს ავარიული და საჭიროებდა შეკეთებას. კიდევ ერთი მოქალაქე მოდის ნახოთ თუ დაგველაპარაკება. მოგესალმებით ქალბატონო, შეგიძლიათ ხიძე რამე გითხრათ? კეთილი და შეგახსენებთ იმას, რომ ამ ხიდის რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო გასულ წელს მაისის თვეში, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროცესი აქ უნდა დასრულებულიყო თებერვალში, თუმცა მდგომარეობა აქ არის ახლა ასეთი და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და საგულისხმოა ის გარემოება, რომ ისინი მიმართავენ აქ როგორც დასახლების წარმომადგენელს ბათუმის მერიიდან, ასევე მიმართავენ ბათუმის მერიასაც, როგორც ისინი პირად საუბრებში ამბობენ, მათი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, ხშირ შემთხვევაში არის იგნორირებული და მათ აინტერესებთ თუ როდის დაიწყება ამ ხიდის რეაბილიტაცია. იმიტომ რომ ვინც ბათუმში ცხოვრობს, ძალიან კარგად იცის, რომ გოროდოკის დასახლება არის საკმაოდ მჭიდრო დასახლება, საკმაოდ დიდი და ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. მოგესალმებით ქალბატონო, თუ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ, ფეხით მიდიხართ ხომ სახლისკენ? ხიდზე რა შეგიძლიათ გითხრათ? რა ვიცი, პირდებიანი დიხანია, მაგრამ არ გაკეთდა და ვერ გეტყვით ვერაფერს. რა იწევს, რა პრობლემას იწევს ეს ხიდის უქონლობა? ძალიან დიდ პრობლემას ყოფდა დაკავშირებით, ანუ ფეხით გავდივარ, ძალიან დიდ გზას მოხოვის, ანუ იქედან ვიცეს თუ რამე ანუ ერთ პერიოდი ჩაკეტილეს კიდე კი იყო ეს გზა, მაგრამ შორიგდან მოხოვის გამო გაგვიხსნეს ისევ და დავდივართ ესე ფეხით. აი როცა ტაქსი გჭირდებათ ან სასაბო სამედიცინო დახმარება, ეს ალბათ დამატებით სირთულებს წარმოადგენს. დამატებით სირთულებს და პლუს ხარჯებსაც. ასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ქალბატონო, მოგესალმებით, დაგველაპარაკებით. კეთილი. ბატონო, შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ ამ ხიდთან დაკავშირებით? ბევრს არ სურთ ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა პირად საუბარში ამბობენ იმას, რომ გართულებული არის მათი ყოველდღიურობა, რადგან რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით და ვინაიდან მეორე ალტერნატიული გზა არსებობს შედარებით მოშორებით, მათ იქ წასვლა უჭირთ და სწორედ ამიტომ ხშირად ამ ხიდით სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის თანახმად ეს ხიდი არის ავარიული, მაინც ადამიანები გადაადგილდებიან ამ ხიდზე, მათ შორის მანქანებითაც მოდიან აქ ხიდზე, აჩერებენ და შემდგომ აგრძელებენ უკვე ქალაქის მიმართულებით მოძრაობას. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სავარაუდოდ ამ ხიდის მშენებლობის პროცესი იმიტომ არ დაიწყო, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაიკეტა ეს ხიდი, ტენდერი გამოცხადდა, ტენდერში გამარჯვებული გახდა ცნობილი, გაირკვა ის, რომ აქ გადის მილსადენი, გაზის ბუნებრივი აირის მილი და ეს გაზის მილი საჭიროებს ადგილმონაცვლეობას და ეს გახდა შემაფერხებელი პროცესი იმისა, რომ სამუშაოები ვერ დაიწყო ჯერჯერობით. მოგესალმებით ქალბატონო, დაგველაპარაკებით ამ ხიდთან დაკავშირებით, გვეტყვით რამეს? გავაგრძელებ კვლავ ინფორმაციის მოწოდებას და გეტყვით იმას, რომ უკვე სამუშაოები როცა გამოცხადდა, ტენდერში ცნობილი გახდა კონკრეტული კომპანია, მას შემდეგ გაარკვია ბათუმის მერიამ, რომ აქ გადიოდა მილსადენი და სწორედ მილსადენის გამო სამუშაოები ვერ დაიწყებოდა, რადგან საჭირო არის მილსადენის ადგილმონაცვლეობა. გეგმის თანახმად, როგორც წინასწარ არის ცნობილი, ბათუმელებს განუცხადეს ბათუმის მერიასა და გაზგამანაწილებელ კომპანიაში სავარაუდოდ ამ მილის ადგილმონაცვლეობა დაიწყება გაზაფხულისთვის, მანამდე კი დიდი ალბათობით აქ სამუშაოების დაწყება, ხიდის რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნება და კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ფეხით მოძრაობა.
მოგესალმებით ქალბატონო, შეგიძლიათ ხიდთან დაკავშირებით დაგველაპარაკოთ? კეთილით, ბევრი ერიდება პრობლემაზე საუბარს, თუმცა საუბრის გარეშეც აშკარა ის, თუ რა ვითარება არის ახლა გოროდოკის დასახლებაში, კერძოდ სვიშევსკის ქუჩაზე, სადაც თითქმის 1 წელია დაკეტილი არის ეს პატარა ძალიან მცირე მონაკვეთი, პატარა ხიდი არის, რომლის რეაბილიტაციაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დაგველაპარაკებით ხიდთან დაკავშირებით, გვეტყვით, რომ დაიკეტა და რეაბილიტაცია არ დაიწყო, ეს რა პრობლემას ქმნის ამ დასახლებისთვის? შემიძლია ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ჩქარება ხიდ ბოდიში. გიწევთ ყოველდღე მოძრაობა, ხო? იმის გამო, რომ სხვა ალტერნატიული ხიდი არსებობს საკმაოდ მოშორებით. კი, უკანა გზიდან გვიწევს და აფთიაქში ვმუშაობ და ძალიან იმოქმედა ყველაფერზე, მანქანასაც ვერ აჩერებს ხალხი. ჩვენს აფთიაქთან. გასაგებია, მადლობა. კიდევ მოდიან აქ მოქალაქეები, ვკითხოთ. მოგესალმებით ბატონო, ხიდთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? 1 წელია თითქმის დაკეტილი არის და გიწევთ რომ რა ფეხით უნდა გითხრათ? უნდა აშენდეს, მეტი რა უნდა გითხრათ? ის რომ დაკეტილი არის, ეს რა სირთულეს წარმოადგენს აქ ვის სირთულეს? მაგალითად ნუ რა ვიცი, აბა რა გითხრათ აღაში? სასწრაფო დახმარება, ტაქსი როცა გჭირდებათ, ეგ უკვე რა ფერცი? მე აქ არ ვცხოვრობ. უბრალოდ ახლა გამოვიარე. აი ესა ჩემი პრობლემა. მეტი არაფერი. გასაგები, მუნიციპალური ტრანსპორტიც ვერ მოძრაობს, ხო? კი. გასაგები. აი, ასეთი არის მოქალაქეების სათქმელი, გამლელებიც ამბობენ, რომ პრობლემაა, როცა ერთ-ერთ მჭიდრო დასახლებასთან კავშირი მათ უწევთ ფეხით, რადგან აქ მუნიციპალური ტრანსპორტიც ვერ მოძრაობს. ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ ბევრჯერ ვცადე კომუნიკაცია მერიასთან, ეს არის უპატრონო უბანი, ასევე წერენ მოქალაქეები და სხვათა შორის პირად საუბრებში, ვიდრე პირდაპირ ეთერს დავიწყებდით, მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ არაერთხელ მიმართეს ქართული ოცნების ბათუმის მერიას, თუმცა პრობლემაზე არავინ რეაგირებს, რადგან მათი მოთხოვნები ყოველ ჯერზე არის უგულვებელ ყოფილი. გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ხიდის გამო ფეხით უწევთ გადაადგილება, ასევე მათ გაუძვირდათ ტაქსით მოძრაობა, ასევე გაურთულდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან სხვა დასახლებიდან უნდა მივიდეს ამ დასახლებაში სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი, ასევე საინტერესოა და საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ამ დასახლებაში ხანძრის შედეგად დაიწვა ავტომობილი და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები იმის შესახებ, რომ ისინი ითხოვდნენ სახანძრო სამშველო დახმარების დროულად მისვლას ადგილზე, თუმცა როგორც ადგილობრივები წერდნენ, ასევე სოციალურ ქსელში სახანძრო სამსახურს სხვა დასახლებიდან მოუწია მათთან ადგილზე მისვლა, რაც იწვევს იმას, რომ დიდი გზის გამო დაგვიანდა შესაბამისი სახანძრო მანქანის მისვლა და დასრულდა იმით ეს ხანძარი, რომ მანქანა მთლიანად დაიწვა და ადგილზე ვერ მიუსწრო მეხანძრე მაშველებმა. კიდევ ერთი მოქალაქე მოდის ნახოთ თუ დაგვალაპარაკება. მოგესალმებით ქალბატონო, თუ შეგიძლიათ გითხრათ ხიდთან დაკავშირებით, ფეხით გიწევთ მოძრაობა. ნუ როგორც აღმოჩნდა დღეს არ გწყალობს აქ მცხოვრები ადამიანთა უმრავლესობა, მათ არ სურთ საუბარი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სირთულეს წარმოადგენს აქ ჩაკეტილი ხიდი, თუმცა ზოგიერთი მოქალაქე, ვინც კამერის წინ საუბრობს ღიად, ამბობს იმას, რომ პრობლემა არსებობს 1 წელია, მიმართავენ შესაბამის უწყებებს, თუმცა რეაგირება მათი მხრიდან არ არის. აი, ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ 1 წელია ხიდი გადაკეტილია, დღემდე არ გვაქვს მკაფიო პასუხი, რატომ და როდემდე. არ დაგველაპარაკებით, ქალბატონო, არ გვეტყვით, რა სირთულეს წარმოადგენს, რომ ხიდი არ არსებობს ამ დასახლებაში ამ ეტაპზე. გამარჯობათ, ანუ თქვენ თვითონ ხედავთ რა პრობლემაც არის. 1 წელი ხდება უკვე, სრულდება, რაც ხიდი ფაქტურად არ ფუნქციონირებს. ანუ უფრო სამარშრუტო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოდის, ანუ შიგნით ზედა გარადოქში, სადაც ვცხოვრობთ, საერთოდ არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოდის, გვიწევთ ფეხით სიარული
კარგი ბატონო, ვთქვათ, სკოლაში მოსიარულეებისთვისაც ძალიან დიდი სირთულეა, მაგრამ აი არ ვიცი, ასაკიან ხალხს უნდა ენახო, მართლა გული გეტკინება, რომ ისე წვალობს ხალხი, რასაც ქვია. მეც ფეხით დავდივარ ხშირად, გამოვდივარ თქვათ ხანდახან აქეთ, არც მარშრუტკა, არც ავტობუსი, ანუ ან შეხვდები, ან ვერ შეხვდები და ფაქტიურად ბონამდე გვიწევს ფეხით გასვლა, ასე ვთქვათ. რა ვიცი, ხანდახან ისეთი პარკია თუ რაღაცა ტვირთი რაღაცა, ფეხით სიარული თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება. ტაქსს თუ დაიქირავებთ, სხვა დასახლებიდან უნდა მოვიდეს, ხო? ტაქსს გამოვიძახებთ, ანუ ძალიან ბევრჯერ ხშირად ყოფილა შემთხვევა, საერთოდ აოქმებენ ტაქსი შეკვეთის მიღებას, იმისთვის რომ შემოვლითი გზით უფრო მეც წერენ, თავისთავად თანხასაც მეც წერს, მაგრამ ბევრი არის რომ საერთოდ აოქმებს შეკვეთას და საერთოდ არ მოდის გამოძახებულ ადგილამდე. როცა სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, ამ დროს რა ხდება? ყოველთვის გვიანდება, რა თქმა უნდა, უგვიანდება, იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური თავარი შემოსასვლელი გოროდოკში ხიდი, რომელიც მოდის თქვათ სასწრაფო დახმარება მოვიდა აქამდე, ჩაკეტილი დახვდა, ყველამ კი არ იცის. ანუ შემოვლითი გზა სანამ გაარკვიეს, საიდან უნდა შემოსულიყვნენ, თავისთავად დროსთან არის დაკავშირებული და დაახლოებით 9 საათი მაინც გვიანდებათ. ეს მხოლოდ ამ პრობლემისთვის. და რა ვიცი, თქვენ თვითონ ხედავთ, ასულ წელს როცა ჩაიკეტა ეს ხიდი და მოვიდა აქ მძიმე ტექნიკა, რამდენი დღე იმუშავა და როდის შეწყდა ეს პროცესი? ანუ ფაქტურად მუშაობით არც დაუწყიათ მე მგონი აქ მუშაობა, არ ვიცი მე, ანუ რომ იდგნენ აქ და იყვნენ, კი დავინახე ბევრჯერ, მაგრამ ამდენ იყვნენ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ რა ვიცი. აი იკითხეთ ვინმესთან, აი დასახლების მაჟორიტართან, ან წარმომადგენელთან მერის, აი პასუხები რა არის საინტერესოა მათგან? ანუ მე პირადად არ ყოფილა, იმიტომ რომ მუშაობდა ფაქტურად, როცა არ მაქვს, ნუ მეც ფეხით დავდივარ, მაგრამ იყვნენ ხალხი, მაგრამ რა ვიცი, ყურადღება ჯერჯერობით არ ჩანს. რასთან არის ეს სირთულები დაკავშირებული, არ ვიცით, მაგრამ არ ვიცი. ბოლო მონაცემებით ვიცით, რომ სავარაუდოდ ხიდის რეაბილიტაცია იმიტომ ვერ დაიწყო, რომ მილსადენი არის, რომელიც ადგილმდებარეობის შეცვლას საჭიროებს. აი საინტერესოა ის გარემოება, რომ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, უკვე თანხა გამოიყო და შემდეგ გაირკვა, რომ მილი იყო ამ ადგილზე. ხომ ეს რაზე მეტყველებს? ანუ ეგ არ ვიცი, ახლა კი ხალხის ყურამდე მოვიდა, რომ რაღაც მილები ყოფილა გადასატანი და იმის შემდეგ დაიწყება მუშაობაო, მაგრამ ანუ დრო გრძელდება, რა ვიცი, ანუ ხალხი ძალიან წვალობს და ვინმე თუ გაითვალისწინებს აქ მაცხოვრებელი ხალხის გულის ტკივის და ამ პრობლემას გულთან თუ მიტას, დიდი მადლობელი დავრჩებით. დანარჩენი რა ვთქვა, ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ გაკეთებით ჩვენ არ შეგვიძლია ხალხს რომ გავაკეთოთ. ანუ ფაქტობრივად თქვენი მოთხოვნები არის იგნორირებული, არავინ არ გაქცევთ ყურადღებას და გჭირდებათ მედია იმისთვის, რომ ხმა მიაწვდინოთ თქვენს მიერ არჩეულებს. არ ვიცით, ვერ ხვდები, ანუ ნახოთ. ასაკებია? ბევრჯერ კი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ანუ დიდი ხანია შეწუხებულია ხალხი ამ პრობლემით. და რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა მისულან და მოუთხოვიათ ეს ყველაფერი ამ პრობლემაზე ყურადღება მიექციათ, მაგრამ ჯერჯერობით არ კეთდება და ნანაჩენი შედეგს ვერ ვხედავთ, რა თქმა უნდა. დავდივართ ფეხით ჯერჯერობით. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. კიდევ ერთი მოქალაქე ფიქრობს, რომ პრობლემა არის საკმაოდ მწვავე და ისინი ითხოვენ დროულ ყურადღებას, რადგან როგორც ვიცით, ბათუმში ვინც ცხოვრობს, ბონი გოროდოკის დასახლება არის საკმაოდ მჭიდრო დასახლება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება ბათუმში და აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და როგორც კადრში ხედავთ თქვენ, ასე უწევთ ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. მოგესალმებით, ქალბატონო. გითხარით, აბა ფეხით გიწევთ მოძრაობა, თითქმის 1 წელია. რა სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ეს ხიდი არის ჩაკეტილი? უკომენტაროთ. უკომენტაროთ, თუმცა ესეც არის პოზიცია, რადგან ადამიანებს არ აქვთ იმედი იმისა, რომ მათ სათქმელს ვინმე მოისმენს, მაგრამ მედია ეგულებათ იმისთვის, ერთადერთ საშუალებად, რომ იქნებ შექმნილ ვითარებაზე რეაგირება იყოს დროული. მძიმე ტექნიკა მოიყვანეს დასანგრევად და შემდეგ ეგ ტექნიკაც გააქრეს, წერს ერთ-ერთი მოქალაქე კომენტარის სახით. სხვათა შორის ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც ეს ხიდი გადაიკეტა და აქ თითქოს უნდა დაწყებულიყო სამუშაოები, იმ დღის შემდეგ აქ არავის უნახავს მძიმე ტექნიკა და თქვენ კადრში ხედავთ, აქ საგზაო ნიშნებიც კი არის დაყრილი.
გზაზე ხიდის მისადგომებთან კი არის ფილები დაალაგებული და აქ ავტომობილებს გადაადგილება არ შეუძლიათ. ერთადერთი ის არის, რომ ქვეითად მოძრაობენ მოქალაქეები, თუმცა დასკვნის თანახმად ეს ხიდი არის სარისკო. ინფორმაციისთვის გეტყვით იმას, რომ თავის დროზე, როცა ტენდერი გამოცხადა, კომპანია გახდა გამარჯვებული ცნობილი, მას შემდეგ გაარკვიეს, რომ აქ გადიოდა მილსადენი, რომელიც საჭიროებს ადგილმონაცვლეობას, რაც აფერხებს სამუშაოების დაწყებას. ერთ-ერთი ასეთი არის ბოლო პოზიცია, რაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, რადგან ეს პოზიცია განუცხადეს ბათუმელებს ბათუმის მერიაში და ასევე გაზგამანაწილებელ კომპანიაში. სამუშაოებისთვის ქართული ოცნების ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოყო, ანუ საუბარი არის ამ ხიდის რეაბილიტაციისთვის, გამოყო შესაბამისი თანხები, კომპანიაც უკვე გამარჯვებული არის და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო გასულ თვეს თებერვალში, თუმცა პროცესი დღემდე არ დაწყებულა. აი, ასეთი იყო ბოლო ცნობები, რასაც გიყვებოდით პირდაპირ ეთერის მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ გამოეხმაურება ამ საკითხს, ქართული ოცნების ბათუმის მერია ცხადია ჩვენს აუდიტორიას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, დაგემშვიდობოთ. მადლობა, რომ ირჩევთ აჭარა ტაიმს, მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.